ჩვენი ტრადიციული გამოკითხვა გვინდა დღეს ახალ წელს მივუძღვნათ. რას ნიშნავს ახალი წლის დადგომა ქართველი ახალგაზრდებისთვის? უნდა თუ არა რამის შეცვლა, ელიან თუ არა ცვლილებებს. მოკლედ გავიგოთ რა ოცნებები და სურვილები აქვთ მათ. Lai miergi. Rás ნიშნავს უკაცავად. გავიგე. რას ნიშნავს თქვენთვის ახალი წელი? არ ვიცი, ეს არის რაღაც ახალის დასაწყისი. და რა საუბრობთ, რა გინდა რომ შეიცვალოს ახალ წელს, რა გინდა რომ მოხდეს? მინდა რომ უფრო უკეთესი იყოს ეს წელი ჩემთვის და უფრო წარმატებული ალბათ. მინდა რომ ყველა ბედნიერი იყოს. მაგრამ რას ნიშნავს ჩვენთვის ახალი აი, წელი? თუნდაც ჩემთვის ახალი წელი. არ ვიცი, ისევ ძველი წლის გაცილება ახლის რაღაც ახალი იწყება. რას ნიშნავს თქვენთვის ახალი წელი? რა ვიცი, მომავალ სიკეთეს. ახალი წელი ბედნიერების მომტანია ჩემი აზრით. რა საუბრობთ მომავალ წელს, რა გინდათ რომ მოხდეს? რა ვიცი. და ჩემი მე ჩამოვიდე ძალიან. არაფერი არ მინდა რომ შეიცვალოს, შენი რას ვიცი ცხოვრება. რას ცდილდება ჩვენთვის ახალი წელი, რას ნიშნავს? არაფერს ისეთ, უბრალოდ ახალი წელია, ჩვენთვის ყოველდღე ძალიან ბედნიერია და ახალი წელი უბრალოდ ერთ-ერთი დღეა წელიწადში. არ მიყვარს ახალი წელი. ნუ ეს შეცვლაგინდა საერთოდ მომავალ წელს ვარ ერთ-ერთი. არაფერს ჩვენიერი ცხოვრება მაქვს, არაფერს შეცვლა არ მინდა. ის შეცვლა მინდა და არაფერს. არ ვიხარი ახალი წელი. რა ვიცი, ან მაგარი ახალი წელი ჩემთვის ნიშნავს დროის გატარებას. რა გინდათ რომ შეიცვალოს მომავალ წელს? რავი, არაფერი, ყველაფერი ისეა როგორც მომწონს. ბედნიერების მომტანი არის ახალი წელი და ძალიან მიხარია და ყოველთვის მინდა რომ რაღაც ჩემი სურვილები განხორციელდეს ყოველ ახალ წელს. მინდა ბევრი აქტიურობა. ახალი წელი ყოველთვის განსაკუთრებული, იმიტომ რომ საყვარელ ადამიანთან უნდა შეხვედრა. არ გვიყვარს ახალი წელი დიდად. აი მომავალ წელს რაც შეცვლით შეიძლება რა იყოს? რავი, არაფერს. ახალ წელს, ახალი შემართებით ვართ, ახალი ყველაფერი ახალის ახალთან ასოცირდება. შენ თქვენს ახალი წელი. კარგი განწყობას მეც. ანუ აი რა გინდათ რომ მომავალ წელს შეიცვალოს თქვენ ცხოვრებაში ან საერთოდ რესურსები გინდათ? ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდეს. კონკრეტულად ატესტატი მინდა. ტარიც უნივერსიტეტში მოგიტანეთ ბუფეტი. კოჩუკე თორის ვაპოს გადაეცით. ახალ წელს ველოდები რაღაც სიახლეს თავისთავად, რაღაც მხიაროს ალბათ, ბედნიერს და სიკეთეს რა თქმა უნდა. მომავალ წელს ალბათ შევცვლით ხალხის დამოკიდებულებას ყველაფრის და მის ზოგადად. უფრო გავაკეთილებდი და უფრო ლოიალურს გავხდები.